შედეგი, რაც დგება ზრდასრულობისას, არის ბავშვობიდან დაწყებული. ბავშვობის დროინდელი აღზრდის მეთოდები ჩემს ოჯახში იყო ესეთი აღზრდის მეთოდი, რომ ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები და ალბათ ჩემი მშობლების დამსახურება ის, რომ მე არ ვეძებდი მშველელს სხვა ადამიანში. ანუ როდესაც ქალს უჭირს, ის ეძებს მამას, დედას, აბა დამეხმარე, აბა მიშველი თუ არა და პარტნიორს მამაკაც რომ სხვა გადაარჩენს, სხვა უშველი, სხვა გადაუხდის. შეიძლება ალბათ მეც რომ სხვისთვის მომეთხოვა, რომ მოდი დამეხმარე ბავშვებთან რაღაცა ფინანსური მხარდაჭერა გამიწია, შეიძლება მეც დამხმარებოდნენ, მაგრამ ეგ არ მქონდა. რაღაცა ვიცოდი რომ ჩემით შემეძლო. ანუ იმედი არ ქონდა სხვისი? ნახე, არასწორი იქნება იმედი რომ ვთქვა. უბრალოდ უფრო სწორი იქნება რომ ვთქვა, რომ არ ჩავთვალე სხვა ვალდებულად, ჩემი პრობლემები მოეგვარებინა. თუმცა შეიძლებოდა. აი, მართლა შემიძლია ვთქვა, რომ მე არ მივსულარ და არ მithქვამს იმისთვის, რომ აი მიჭერს და დამეხმარე და ფული მომეცი და რაღაც ეგეთი. არ მithქვამს. და ძალიან კარგი რო არ უთხარი, იმიტომ რომ დამხმარებოდნენ. იქ არ იქნებოდი სადაც ხარ. არა. და ერთ-ერთი ძალიან დიდი შეცდომა მშობელსა და შვილს შორის არის ის, რომ მშობელი ყოველთვის ეხმარება შვილს. 18 წლის მერეც ეს არის უდიდესი შეცდომა. მესმის შეიძლება მშობელს ჰქონდეს დიდი კაპიტალი შვილისთვის, შეძლოს უზრუნველყოს მისი ყოველდღიურობა, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოს.